პარლამენტი 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვას იწყებს. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს დღეს წარუდგინა. პროექტის მიხედვით პრაქტიკულად ყველა სამინისტროს დაფინანსება იზრდება. პრიორიტეტად რჩება ეკონომიკა, ჯანდაცვა, სოციალური საკითხები და ინფრასტრუქტურა. იზრდება პენსიები, საჯარო სექტორში კი ხელფასები. 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბერში მიიღებს. მაკუნა აბულაძე გიამბობთ. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტშია 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიით წინა წელთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტი 3 მილიარდ ლარზე მეტით გაზრდილია. ძირითადი პარამეტრები ასე გამოიყურება: ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი წილი 35.5 მილიარდი ლარი, ეკონომიკური ზრდა 5%, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე $10,900 აჭარბებს. მცირდება მთავრობის ვალის მაჩვენებელი. ახალი ფინანსური დოკუმენტის მთავარი მიზანი კვლავ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება. შესაბამისად, ყველაზე მეტი თანხა 9 მილიარდ ლარზე მეტი გამოყოფილია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებისთვის. მათ შორის იზრდება პენსიები. 2026 წელს 7 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. 3 მილიარდ ლარზე მეტია გამოყოფილი განათლების სამინისტროსა და შესაბამისად მომავალ თაობაზე ზრუნვისთვის. რაც შეეხება ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას, იზრდება თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების ბიუჯეტი. იზრდება საჯარო მოხელეების ხელფასებიც. მომართულ გუნდში ამბობენ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა, ნაკლები საგარეო ვალი და გაზრდილი პირდაპირი თუ უცხოური ინვესტიციები მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: მთავრობას სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა აქვს. პრაქტიკულად ყველა სამინისტროს დაემატა თანხები და განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორც ყოველთვის მიენიჭა, რომ გაძლიერდეს ძალოვანი სტრუქტურები ქვეყნის განვითარებაზე და რაც ყველაზე მთავარია სოციალურ საკითხებზე. პენსიონერებისთვის გვექნება ზრდა, მათ შორის იმ სოცგასაცემლების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს შესაძლებლობა მოგცა იმ სწორმა პოლიტიკამ, რასაც მთავრობა ატარებს ბოლო წლებია. ქვეყნის პირველი კანონმდებელი ამბობს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის მთავარი გარანტი შენარჩუნებული მშვიდობაა. მაშინ, როცა შიდა თუ გარე მტრების საქართველოს ეკონომიკურ კოლაფსს უწინასწარ მეტყველებდნენ მთავრობის გონივრულმა და პრაგმატულმა გადაწყვეტილებებმა, რომლებიც ეროვნული ინტერესებით იყო ნაკარნახევი, მოიტანა ის სიკეთე, რომელსაც მდგრადი ქართული ეკონომიკა ჰქვია. ეს არის ჩვენი მიზანი. ეს არის სინამდვილეში ეროვნული ინტერესი და არა ის, რასაც ჩვენ გარედან გვიბიძგებენ. 2026 წლის ბიუჯეტიც არის ზუსტად დამსახურება ქართველი ხალხის ბრძნული დამოკიდებულებისა ქვეყნის მიმართ და მეორეს მხრივ, რომ გაყოლოდა ხალხი იმ მავნე რეკომენდაციებს, რომელიც გარედან მოდიოდა თუ შიდა აქტორების დახმარებით, NGO-ების აქტიური ჩართულობით, დღეს გვექნებოდა დეფოლტი და საქართველო იქნებოდა 90-იანი წლების მდგომარეობაში. პროცედურების მიხედვით საკომიტეტო განხილვების შემდეგ შენიშვნებით და რეკომენდაციებით ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დასამუშავებლად მთავრობას დაუბრუნდება. ამის შემდეგ საბოლოო ვერსიას საკანონმდებლო ორგანოს ისევ წარუდგენენ, რადგან პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტი სწორედ დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.